წარმოგიდგენთ მეორე მოსმენით ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ საქართველოს კანონის პროექტში იზრდება ჯარიმები მანევრირების წესის დარღვევისთვის, სიჩქარის გადაჭარბებისათვის, უსაფრთხოების ღვედის გამოყენებისთვის, ასევე მობილური ტელეფონის სარგებლობისთვის, ასევე იცვლება პარკირების წესების დარღვევისთვის ჯარიმები და დიდ ქალაქებში იქნება ჯარიმა თბილისის მსგავსად 50 ლარი, ხოლო პატარა ქალაქებში დარჩება უცვლელი, ასევე დრიფტის შემთხვევაში გარდა ფულადი სანქციისა, ასევე მართვის უფლების შეჩერება დაწესდება 6 თვის ვადით. გარდა ამისა, იკრძალება ტროტუარზე ავტომობილით მოძრაობა, ტროტუარზე პარკირება. გარდა ამისა, მეორე მოსმენის ფარგლებში დაემატა ცვლილების პროექტს სახანძრო ჰიდრანტთან ავტომობილის პარკირება 3.5 მეტრის რადიუსში და წესდება ჯარიმა. ასევე განსხვავებულად ყალიბდება ბასლაინზე მოძრაობის წესები, კერძოდ თუ კი თანმხვედრი მოძრაობით ხდება გადაადგილება, ამ შემთხვევაში ჯარიმა იქნება 100 ლარიანი და 15 ქულა დააკდება მძღოლს, ხოლო თუ კი ნაკადი საპირისპიროდ იქნება მოძრაობა, ამ შემთხვევაში 200 ლარი იქნება ჯარიმა და 20 ქულით შემოცირდება მძღოლს, ასე ვთქვათ, ქულების რაოდენობა. ემატება ახალი საგზაო ნიშანი, ეს არის სახანძრო ჰიდრანტი, ასევე რედაქტირდება ქულებთან მიმართებით დაკავშირებული საკითხები და პუნქტობრივი განხილვის დროს ვსათვართ, რომ მოგახსენოთ.